გამარჯობა ყველას შუადღე მშვიდობისა. ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოგესალმებით. მორიგ პროცესზე ვიყავი, ანრი კვარაცხელიას პროცესზე და რამდენიმე რაღაც მინდა ვთქვა ამ შემთხვევაში კონკრეტულად სასამართლოსთან დაკავშირებით. იცით, რომ სრულიად არადემოკრატიული მეთოდით ქართულმა ოცნებამ დახურა სასამართლო პროცესები. არ იქნება შესაძლებელი მედია გაშუქება. დღეს ესწრებოდა მაგალითად ანრი კვარაცხელიას პროცესი ესწრებოდა ტევ პირველი და ესწრებოდა პუბლიკა. ესწრებოდნენ ასევე მოქალაქეები და დამსწრე პირები. აღარ იქნება მედია გაშუქების შესაძლებლობა. რატომ? ცალსახად ეს არის მოსამართლეების მოთხოვნა. იმიტომ რომ ხალხის დასწრება უზრუნველყოფს გაარკვეულ ანგარიშვალდებულებას. ძალიან ბევრი ნაშრომია ამაზე, აუდიტორია. რამხელა მნიშვნელობა აქვს აუდიტორიას. მოსამართლის პასუხისმგებლობის გზნობისთვის შეიძლება ისინი არ იმჩნევენ, მაგრამ მეც ვიცი ზუსტად და ეს ნაჩვენები გვაქვს, ყველა გზნობს ამას, რომ გაშუქება არის გარკვეული ანგარიშვალდებულება და გარკვეული წნეხი. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რაღაც. 2007 წელს სწორედ ასე დაიხურა სასამართლოები ნაციონალური მოძრაობის დროს. გირგვლიანის პროცესების მერე, რომლის მონაწილე მე ვიყავი და ეს ძალიან კარგად მახსოვს. ამ დარბაზებში ტევა არ იყო ადამიანების, ყველა პროცესის მერე იყო ერთი ამბავი, ჩხუბი გაწევ-გამოწევა, ხალხის დაკავება, ეხლა რაც ხდება დიდ პროცესებზე. ამის შემდეგ კლანმა მოითხოვა, მაშინ არ იყო კლანი, მაშინ იყვნენ მოსამართლეები და მთავარი იყო პროკურატურა, რომ დაიკეტა ეს პროცესები, რომ მოსამართლეებს უფრო ადვილად მიეღოთ გადაწყვეტილებები, დაიხურა და მარტო 2013 წელს გაიხსნა. ახლა შევდივართ ის იგივე გვირაბში, ამას ვიძახი გვირაბში ვართ. იხურება პროცესები, იმიტომ რომ პოლიტიკური წნეხი ძალიან მაღალია. მაგრამ რა უნდა ვქნათ აქ ამ ახალ რეალობაში? ფიზიკურად, მაქსიმალურად ბევრმა უნდა ვიაროთ, დავესწროთ. ეს არის ნახეთ, გველის სექტემბერში ძალიან ბევრი პოლიტიკური პროცესი, იქ იქნებიან ბევრი ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა არიან დაკავებულები, ჩვენ უნდა ვიაროთ, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი, ეს არის მოწმედ ყოფნა. ამ ისტორიული უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა. როდესაც ტელევიზია არ იქნება, როგორ უნდა გაიგოს ხალხმა რა ხდება. ჩვენი სიტყვიერი, ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ჩვენს მიერ მოყოლილი ამბებით. ჩვენ ვიქნებით ბევრი და ბევრი ამ კულტურაში 10-20 ადამიანი ამბავს რომ გამოიტანს, ვიღაცა სრულმოწმეა, რაღაცა აბსოლუტური მიუღებლობა ხდება, აბსოლუტური უსამართლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბა საბჭოთა რეპრესიების ამბები მაშინ ტელევიზია ვერ იყო, ვინ გამოიტანა? ზეპირსიტყვიერად გამოიტანა ხალხმა, ოჯახის წევრებმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთი. მეორე, ბრალდებულების გამხნევება. მათ უნდა დაინახონ, რომ სასამართლოზე ჩვენ ფიზიკურად ვართ, რომ ჩვენ არ გავტყდით და ჩვენ მათ ემოციურად მათ გვერდზე ვართ. ეს ორი. და მესამე, თვითონ სრულმოწმეებმაც უნდა იცოდნენ, რომ გამოდიან და რაღაცა საშინელებას სხვათა შორის სამოქალაქო ფიცროდებენ. დღეს ანრი კვარაცხელიას დამ რელიგიური ფიცი დადო და სრულმოწმეები თუ დააკვირდებით, გამოდიან და ფიცდებენ, ღმერთს არ ახსენებენ. იმიტომ რომ ეშინიათ მათ შინაგანად და ხალხი რო ესწრება თვითონ ეს დასწრება საქართველოში მათი სახელი და გვარის შესახებ ცოდნა წარმოადგენს ძალას. ამიტომ მე დავდივარ სასამართლო პროცესებზე და თქვენც მოგიწოდებთ მაქსიმალურად დავესწროთ ჩვენი ფიზიკური ყოფნით. დავდგეთ სიმართლის მხარეს.